მოგესალმებით ბათუმელების ლაივში, მე ჟურნალისტი ჯაბან ნენიძე ვარ. ამ დროისთვის აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი არიან ბრალდებული წულუკიძეების, დაჭელიძეების ოჯახის წევრები და ახლობლები. ისინი თხოვენ თორნიკე რიჯვაძესთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას. ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ მათ და გავიგოთ კონკრეტული მოთხოვნები. წულუკიძეების მოიხსენიებთ მაინტერესებს. ელდარ ანთაძის არის ამ 6 ბიჭის ერთად დაჭერილი ანალოგიური ჩვენ გვასახელებთ საქმეს და უკვე საქმეში ცნობილია რომ დაიჭირეს ცოტა და მაინტერესებს რატო არ მოიხსენიებთ ანთაძეს. არა, საქმე დავასახელებ. კი ბატონო, კარგი ხენით რომ თქვენს გაიხსენეთ ელდარ ანთაძეც არის ბრალდებული მათთან ერთად. თქვენ ხართ რეზო წულუკიძე და ფირუზ წულუკიძის და მოდით გითხარით რა მოითხოვთ თქვენ ახლა რატომ ხართ აქ აჭარის მთავრობის სახლის წინ? ჩვენი ბიჭების გათავისუფლებას, უდანაშაულო ბიჭების გათავისუფლებას, რომლებიც დაიჭირეს პოლიტიკურად, გადაეკიდნენ რატომღაც და არ ვიცი, რას აპირებენ და პასუხი გვაინტერესებს. და თორნიკე რიჯვაძემ უნდა გაათავისუფლოს ისინი, ეს სასამართლოს საქმეა. თორნიკე რიჯვაძის კომპეტენციაში შედის და უნდა დაგვეხმაროს. რაში უნდა გეხმაროთ თორნიკე რიჯვაძე? თქვენ წულუკიძეების დედა ბრძანდებით. ამარის თავრობა არის თუ არ უნდა დაგვეხმაროთ? ანუ არიან ბრალდებულები სასამართლოშია საქმე, მან უნდა განიხილოს სასამართლოს საქმე და ამას თორნიკე რიჯვაძემ რა უნდა გააკეთოს, რომელიც მთავრობის თავმჯდომარეა, თქვენ როგორ ფიქრობთ? აჭარაში ყველაფერს თორნიკე რიჯვაძეც ყვეთს და შეუძლია ყველაფერი. პასუხი უნდა გაგვცეს რა მოხდება, რა იქნება და რითი შეიძლება დახმარება და რითი არა. ანუ რიჯვაძე უნდა ჩაერიოს სასამართლოს გაწყვეტილებაში? აბა ვის მიმართოთ, ვინ ყავს, ვინ მეგვეპატრონება? ისიც ჩვენი რეალისტაცია არ არის? იმან არ უნდა დაგვეხმაროთ? ეხლა რა პასუხი მიიღეთ თქვენ მთავრობის აპარატისგან? შეგვხვდება თუ არა ვინმე? ან თქვენ ითხოვთ რომ დავაკონკრეტოთ გათავისუფლებას ამ საქმის შეწყვეტას თუ გირაოთი გათავისუფლებას? გირაო რაშია საჭირო? რაშია საჭირო გირაო რამე დააშავეს თუ? არაფერი არ დაუშავებიანი. ან თქვენ მოითხოვთ გათავისუფლებას? უდანაშაულოები არიან და გირაო არ რა ხარ სამართალი რომ იყოს მიღებული სამართლიანობა იყოს როგორი პოლიტიკური შეხედულება არის თუ დანაშაულია თუ ეს ყველაფერი იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება და თქვენ კმაყოფილები ვიყოთ და დავით მათაც ალბათ ასე ვიტყოდი მე ანუ ფიქრობთ რომ მიკერძეებულია ამ შემთხვევაში სასამართლო პოლიტიკურად და ის არიღებს სწორი გადაწყვეტილებას? დაჭერები არ არის 1 წლის და 2-ის. თელმა აჭარამ კი რომ მე მგონი უკვე რუსეთშიც არის ჩასული ეს ამბავი რომ ყოველ წელს ჩვენ დგავართ აქ და ვითხოვ ყოველ წელს მაინც ისეთი დანაშაული იყოს რომ ვეღარც მოვიდეთ ალბათ ეს ხალხი. ამ უბრალო მუშტის ქრებებზე თუ დამნაშავეები არიან და თუ აშავებენ, მაშინ ხომ რაც ხასარგელი მაინც რა მეხადენ დაიჭერენ და დაგვიწებენ ეს არის ის მიმანიშნებელი ძნელია ოჯახის წევრებისთვის, ამდენი ხალხისთვის იმას ვითხოვთ ჩვენ რომ იყოს ყველაფერი იყოს გადაწყვეტილი სამართლიანად და თუ არ იქნება სამართლიანად ჩვენ ვიბრძოლებთ, რა ვიცი არის ბოლომდე ვიბრძოლებთ ამჯერად მაინც შეიძლება წლებია ამას ვამბობ, მაგრამ ეხლა იქნება ბრძოლა არ ვიცი მე მაგალითად უნდა ვიბრძოლო ჩემი ყველა ძმისთვის 6-ვე თუ 7-ვე თუ გინდა 10 იყვნენ და თუ გინდა 20 ჩემთვის არც ერთი არ არიან განსხვავებული და ყველასთვის ერთ სიტყვას ვამბობ ისინი არიან ძალიან პატიოსანი ჩამოყალიბებული ახალგაზრდები რომელიც ამბობენ სიტყვას ვიღაცისთვის მიუღებელს და ამისთვის ისჯებიან, ვისჯებით ოჯახებიც და ეს არის მიუღებელი, გინდა პრემიერი იყოს და გინდა პრეზიდენტი, ეს არის სიმართლე. რის გამო ისჯებით, რას ფიქრობთ თქვენ? პოლიტიკური შეხედულების გამო ისჯებით ჩვენ ამჟამად წლებია ვისჯებით, პირველად დაიწყო ფირუზ წულუკიძის დასჯა, ძალიან კარგად იცის ყველამ და მერე ამას მიაყოლეს ამდენი კიდევ ალალმართალი ბიჭები და არ ვიცი ჩვენც მე პირადად რომ ბიჭი ვყოფილიყო ალბათ მეც დაჭერილი ვიქნებოდი იმიტომ რომ ჩემი ძმების გვერდში ვიქნებოდი და ეხლა ხალი ვარ მაგრამ მაინც მათ გვერდში ვარ და ბოლომდე ვაპირებ რომ
ყველანაირი ბრძოლით ვიბრძოლო, ჩემი ძმები კი არა რომ თვებია. რეზო წულუკიძე 3 თვეა გამოახედეს, ამოასუნთქეს, გაუშვეს. ეს ცხოვრება არ არის ფიქრობ მე. და მაშინ როცა საქმე არის სასამართლოში და სასამართლომ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება იგივე გირაოთი გაშვების კუთხით ან სხვა კუთხით, ხო? რამდენად სწორია ამ დროს შეხვედრა თორნიკე რიჯვაძესთან, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება? ეს გადაწყვეტილება არის ჩემი აზრით გაიჭირეს არა დანაშაულისთვის, არამედ თავიანთი შეხედულების გამო და იმიტომ ვიქოთ ჩვენ იმას სახელმწიფოსთან, იმიტომ ანუ პოლიტიკური ინტერესი არსებობდა, როცა ისინი დააკავეს, თქვენ ასე ფიქრობთ? ეხლა ძალიან აღელვებული ვარ. იმდენი ხელკეტი დავინახე, იმდენი ჯოხი დავინახე. ლამის დახოცეს ხალხი და ეს ჩვეულებრივად ჩავიდნენ, ეს ვინ მოაგვარა? ამის მართლა მინდა გაჟღერება, რომ შერიგება მოახდინეს და მოგვარდა და განთავდა ტელევიზიაში გაშუქება. როგორც ის მოაგვარეს, ისე შეარიგონ ის 3 ბიჭი რომ გამოვიდნენ და ძალიან დაზარალებულები უძლიერესი ადამიანები. ისე შეარიგონ ახლაც და გამოუშვან და არავინ ხმას არ გაიიღებს და იქნება ალბათ სამართალი, როგორც შეარიგეს და ხომ შეუძლია სახელმწიფოს რომ რაღა იმხელა ხელკეტები შეარიგოს და იარაღის ჩარევა შეარიგოს. ეხლა ჩაერიონ და შეარიგონ. რას აპირებთ? ეხლა თუ კი არ შეგხვდებათ თორნიკე რიჯვაძე? ჩვენ არ გავჩერდებით, იცით თქვენ, პირველად არ გხედავთ და გვიცნობთ ყველა. ვაპირებთ ბრძოლას მეთქი კიდევ ვიმეორებ, ჩემი ყველა ძმისთვის, პირადად მე ვაცხადებ, რომ ალბათ ყველა თავისი დაამშობელი ყველა. შეიძლება ბევრი ოჯახი არის, რომ პირველად არის აქ. მე იმდენჯერ ვიდექი და იმდენი რომ იტყვიან, რა ვიცი, გამოცდილება მაქვს მიღებული, რომ უკვე მეტის მეტი კი არა, არ ვიცი. უსაზღვროდ გამწარებული ვართ ყველა და ვფიქრობ, რომ უფრო მეტად გამწარდებით გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. დღეს კაცებს ვერ ხედავთ თქვენს აქციაზე, ანუ არ არიან ისინი თუ სპეციალურად არ მოვიდნენ? იქონენ მშობლები, დები, რა ვიცი, ოჯახის წევრები. ჯერ შეხვედრა. ჩვენთვის შეერჯერებით ეს საკმარისია, იმიტომ რა პასუხს მივიღებთ და მე შევხედავთ რა მოხდება. ძალიან კარგად იციან ჩვენი აქციები, ჩვენი დამოკიდებულებაც, ბიჭების დამოკიდებულებაც. არ იცნობს დღეს პირველი დაჭერა რომ იყოს და პირველი ფაქტი იყოს, შეიძლება სულ სხვანაირი საუბარი იყოს და სულ სხვანაირი. როცა ადამიანები ისჯებიან, ყველა ხედავს ამას. შეიძლება მე დავარ და ვამართლებ, მაგრამ ყველა ხედავს ამას, რომ რისთვის ისჯებიან. არ არის ისე ცხოვრება მოწყობილი, რომ დადგე, მით უმეტეს, ჩემი ძმების სახელით ვიტყვი მე, არ დადგებიან, შეიძლება იარაღის ქვეშაც არ დადგებიან და არ დაუხრიან თავს, რომ მოდით ერთი და წუდინად ძლიერებმა კი არა, საერთოდ სახელმწიფომ რომ დაესწრეს, არ ჩაშლიან ეგენი ხელებს და ერთხელ და სამუდამოდ ეს შეიგნო, რომ ასეა. და ისე გადაწყვიტონ რაფერც, რომ რეალობა და შეგნებული ჩაკრენ და იციან ყველაფერი და იმის. კარგად ხდებიან. ალბათ ძალაა ისეთი, რომ დღეს იქ არიან, ასე ვფიქრობ მე და თორნიკე რიჯვაძე იქნება თუ რა ვიცი, პრემიერი იქნება, ვინც იქნება და ვისაც აბარია სახე, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომ მართლაც თუნდაც ნამოხვან ჰესთან დაკავშირებით ვიტყვი ახლა. დღესაც მიმდინარეობს ის აქცია, რაზეც ეს ბიჭები იყვნენ ჩასული და მიზეზი იყო თუ არ ვიცი, პროვოკაცია იყო, მაინც დაემთხვა ამ ამბავს. იქაც მოხდება, დღეს დარწმუნებული ვარ იმ აქციაში, რომ შეიძლება ხელიც გაიგნიონ და ფეხიც. იყოს თანაბარი იყოს ყველგან. დასჯაც დაჭერაც და შეიძლება არ ამოვიღოთ ხმა ჩვენთვისაც იყოს მიღებული, რომ ეს ყველგან ასე ხდება და გავჩუნდებით. კანონიერად რო იქნება და ანუ რაში ხედავთ რომ არ არის თანაბარი დამოკიდებულება და სამართლიანი? ნამოხვან ჰესთან დაკავშირებით აქციაზე ვიყავი, ჩამოვიდა და ადგებიან თავზე, იჭერენ ამდენი პოლიცია. ან ამდენი თავრობა ჩამოყარა დაკარ. არ ვიდავი სიკულისა ხალხი გამოიყარონ რომ ეცხა და საჭერია იმათ არ იჭერენ და რომ ეცხა კურდი ხაჭახი არ არის ისინი შეფრინი ყავა. ეს
თავრობა და სახალხი. სიმართლე არ მოწონს, სიმართლე. არ უნდა. აი ამას ფულებს იწებენ რა. და არ დაიჭერე. 10 კაცი ჩვენბაც და 70 კაცი თვითონ არიან გარი. რაც მინდა. ვინმე ვიყარავ თუ ყაჩაღო. მოქალაქე როგორც თქვენ ხედავთ აპროტესტებს იმას, რომ სამართალმცველების ერთგვარი მობილიზება აჭარის მთავრობის სახლის წინ, მოქალაქეები ითხოვენ რომ შეხვდნენ თორნიკე რიჯვაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. მილიციონი დამტარი 10 კაცი გამევიდეს და პასუხი თქვა თუ არა. რა თუდანან ესენ ეშინია? რამდენხან შეიძლება გაჩერდეთ აქ და დაელოდოთ პასუხს? სულ ვიქნები აქანი არ წავალ. გამევიდე საიდან გავა უკნეთა წევიდეს საქართველოსიდან. არა, საშველი. წავიდე გაიპარო. ან დღის განმავლობაში საღამომდე დაელოდებით და იქნებით აქ. და თუ არ შეგვხვდათ მე რას გააკეთებთ? ანუ რა შეიძლება რომ გააკეთოთ? რა ვიცი, მე ვიფიქრებდი რომ რას გავაკეთე. შეიძლება მე ვიტანო ბომბი და ვაფეთქო ესენ. თვითონ მაინც გარანდა. თქვენ მისი ახლობელი ხართ? ყველას. დაკავებული ბრალდებულების ყველას ვარ. ჭელიძეები, წულუკიძეები და ანთაძე. მადლობა. 10 კაცი ჩვენ ვართ და 70 მოსული დამდგარდა ხან. ვიფარავ რა თქმა მე ვიტარო. მე შეგახსენებთ რომ ჩვენ ვიმყოფებით აჭარის მთავრობის სახლის წინ ბათუმში, მოქალაქეების ნაწილი ითხოვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას თორნიკე რიჯვაძესთან. მათ ამბობენ არ მიუღიათ პასუხი, შეხვდებათ თუ არა მათ თორნიკე რიჯვაძე. ეს ადამიანები არიან ბრალდებულების, ჭელიძეების, წულუკიძეების და ელდარ ანთაძის ახლობლები. ეს ადამიანები დააკავეს რამდენიმე დღის წინ რიონის ხეობაში უბრალოდ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ჯგუფური ძალადობის მუხლით და არიან ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში. მათ შეგახსენებთ რომ ედავება გამოძიება ჯგუფურ ძალადობას, ხოლო ადვოკატები საუბრობენ იმაზე, რომ არაერთი კითხვის ნიშანი და ეჭვები არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით, რომ არის პოლიტიკური ინტერესი. პოლიტიკური ინტერესი ხაზს უსვამ იმიტომაც, რომ წულუკიძეები ხშირად საუბრობენ მათი მხრიდან პოლიტიკასთან კავშირებზე, მაგალითად იგივე რიჯვაძის მამა და ასევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ხვდებოდა ჩვენო აწყობდა ფირუზ წულუკიძე გასულ წელს და გვთავაზობდა წინასაარჩევნო ზონდერ ჯგუფის შექმნასო და ამ ზონდერ ჯგუფის შექმნაზე თქვით უარი და ამიტომაც შემდეგ დააკავეს რეზო წულუკიძეო. ეს გასული წლის ამბავია, რომლის განხილვაც უკვე დასრულებულია გამოტყუნებელი განაჩერით, მაგრამ რეზო წულუკიძეს არ მოუხდია რეალური სასჯელი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, ხოლო ამ რიონ ხესის აქციის შემდეგ ასევე მონაწილეობდნენ ეს ბრალდებულები, წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე. ამის შემდეგ თუ ზუსტად მახსოვს 6 ბრალდებული დააკავეს სულ ჯგუფური ძალადობის მუხლით. ადვოკატი ირაკლი შავაძე ხაზს უსვამს მაგალითად იმ გარემოებას, რომ პროკურატურიდან საქმის მასალების შესვლიდან დაახლოებით 1 საათში განხილა საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ და მას რეალურად, პრაქტიკულად და ლოგიკურად ვერ ექნებოდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ ის გაცნობოდა საქმის მასალებს 6 ბრალდებულის შემთხვევაში. ამიტომაც ადვოკატმა ამ პროცესზე ითხოვა საქმის გადადება მომდევნო დღისთვის, თან ამის საშუალებას იძლეოდა კანონი, ანუ პროცედურას არ დაარღვევდა მოსამართლე, მაგრამ ამ მოთხოვნით საკმაყოფილებაზე მოსამართლემ უარი თქვა და ბრალდებულებს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. კიდევ ერთი გარემოება ვთქვათ, რაც არის ამ საქმეში საინტერესო არის ის, რომ ჯგუფური ძალადობის მუხლის მეორე ნაწილით ედავებიან ამ ბრალდებულებს დანაშაულის ჩადენას პროკურატურა, მაგრამ ამავე მუხლის პირველი ნაწილით, ანუ თავად ჯგუფური ძალადობის კუთხით გამოძიება დაწყებული არ არის, ანუ ბრალდებულებს ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, მაშინ როცა თავად ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მოწყობის გამო გამოძიება პრაქტიკულად დაწყებული არ არის და ბუნებრივია არც ბრალდებული ამ საქმეს ვერ ეყოლება. მთავრობის წარმომადგენელი ხვდება აპარატის წარმომადგენელი ესაუბრება წულუკიძეების დედას.
მოვედი და ჰაერში ტრებიან ბიჭები, მიხდი? ეს მათი მოვალეობაა, მაგრამ ხო შეიძლება ვიღაცა პროექტი მოგაქცევ. შენ ჩვენი შვილის ტოლა არ ხარ რომ და არ ხარ ვალდებული რომ ნორმალურად მოგვექცე და ნორმალურად მოგვემსახურო? ხო, ნორმალურად როულად მოგვემსახურო. ეს არის შენი ნორმალურად. ვარავის არ ეხალისება, ზოგი მუშაო ნორმალურად. სხვათა შორის 7 ბიჭი, რომელიც დაჭერილი ყავდა. ყველა ცოლები არიან ახლა და ისინი შრომობენ, რომ მათი შვილები არ ჭირდება. მიხდი, გამოკეტეთ და ყველას ყავს ძალიან მცირეწლოვანი და შვილები. ძალიან კარგად იცით რა ძალიან ყველა კარგად იცის ყველა სოციალური მდგომარეობა. ყველა კარგად იცდება ჩვენ ჩემ შვილებს არაფერი არ დავუშვი. ყველა კარგად იცის რა სიტუაცია და ეს არის გამწარებული დედები, ყველა ოჯახის წევრი. მიხდი? და იმიტომ ვარ, ეხლა პასუხი გავიგოთ, მიხდი? რა მითხარი პასუხი? მარი რომელიც ხომ გავიდა დრო ნახევარი საათი. რა მითხარი? შეგვიძლია ბაბაძეს არ შეგვიძლია. რა გავაკეთოთ? მე არ მაგის უფლება რომ პასუხი უნდა გავცე, რომ ან შეგვიძლია, ან არ შეგვიძლია. ანუ იგეგმება ეს შეხვედრა რომ გამარტოთ საზოგადოებისთვის რაც თავაზობთ მაშინ თქვენ მოქალაქეებს თქვენ აპარატის წარმომადგენელი ხართ ეხები ვართ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყურადღება არ უნდა ხებიდან წამოსული არ არის ჩვენი უფროსი ითლა ხებიდან არ არის თუ შეიძლება რომ გითხრათ საზოგადოების რომ გამარტოთ ყურადღება ჩვენ არ ვართ კაცები მოსული არავის ხედავენ რომ კაცი ერთი არ არის მოსული ვართ ქალები და მოგვაქციო ყურადღება ამას ვიხოთ მეც არა აჰა ამას უნდა ამას რომ რამე ხევანდელ დღეს დაანახეთ ეს ჩვენი გეზა ახალოსი გიგონები პოლიციის ზუგიდან უნდა კადრი გაგება ანუ აპირებთ რომ ეს შეხვედრა გაიმართოს თუ რაზეა საუბარი ან თქვენ რას თავაზობთ ამ მოქალაქეებს სხვა პირი შეხვდება მათ თუ თქვენ მთავრობის აპარატს წარმოადგენთ თუ უსაფრთხოების სამსახურს შეგიძლიათ გითხრათ ვის რომელ უწყებას წარმოადგენთ შეგიძლიათ გითხრათ Facebook Live-ში ვართ რომ გამარტოთ რომელ უწყებას წარმოადგენთ და რაც თავაზობთ ამ მოქალაქეებს როგორ პოლიციის თანამშრომელი პოლიციის თანამშრომელი პოლიცია გახარდა პარლა კოლინგზა იმენა და გული ასე შეაშენა ზონ და კოლინგზა და გული პოზიცი და კოლინგზა აი რომ არ დააწყებია ეს დრო თავი რომ არ დააჩვენებია ყოველთვის ვერ იქნებით და აი ვინც რომ ირონიას და რაღაცა ის ხატავს ყველას მოგეთხოვებათ აუცილებლად დარწმუნება ხომერც არასდროს სულ ყველას პატრონი ხდია და არ მოქალაქეები რჩებიან ისევ აჭარის მთავრობის აპარატის შენობასთან ბათუმში ისინი ითხოვენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორმგერიჟვაძესთან შეხვედრას შეკრებილები არიან ბრალდებულების, წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის ახლობლები ისინი ამბობენ და მიიჩნევენ რომ ეს საქმე პოლიტიკურია და ამიტომაც ამით ამართლებენ რომ ისინი ითხოვენ თორნიკერიჟვაძესთან შეხვედრას და თვლიან რომ ამ საქმეზე არის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური ინტერესის გამო დააკავეს ეს ადამიანები და თორნიკერიჟვაძეს შეუძლია მათი გათავისუფლება აცხადებენ ისინი ასევე ითხოვენ არა იმას რომ ბრალდებულები გაათავისუფლონ გიაოთი და წინასწარ პატიმრობაში არიან ისინი, არამედ გაათავისუფლონ, ანუ შეწყდეს საქმის წარმოება ამ ბრალდებულების მიმართ. მათ გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ჩადენას, საუბარია რიონის ხეობაში, რიონის ხეობის დასაცავად გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებულ 6 ადამიანზე, წულუკიძეებზე, ჭელიძეებზე და ელდარ ანთაძეზე, რომელთაც მიედავა გამოძიება ჯგუფური ძალადობის მეორე ნაწილის შესაბამისად.
ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა შეხვედრა ბრალდებულების ოჯახის წევრებს შორის. ისინი ამბობენ, რომ დარჩებიან, ვიდრე არ გაიმართება ეს შეხვედრა, თუ კი ვერ შეხვდებიან თორნიკე რიჩბაძეს, ამის შემდეგ მოიფიქრებენ პროტესტის რა ფორმას გამოიყენებენ. მე ვხედავ ასევე აქვე ჯემალ ჭელიძეს, რომელიც ბრალდებულების ჭელიძეების მამაა. მოგესალმებით ბათუმელების ლაივში ვართ. თქვენ ითხოვთ დღეს თორნიკე რიჩბაძესთან შეხვედრას? კი, ოღონდ ახლა მე თვითონ მარტო არ მოსული. და მე თვითონ ვითხოვ შეხვედრას. და ვაგრძელებ ყოველდღიურ რეჟიმში გავატენო და დავაღამო აქ. როდიდან? დღეიდან. ანუ აპირებთ რომ დღეს აქ დარჩეთ? დღეს ხვალ ზეგ და ყოველდღე. ანუ 24 საათიან რეჟიმში აპირებთ რომ დარჩეთ საჭერის მთავრობის ახლის წინ და გქონდეთ საპროტესტო აქცია, ხო? კი ბატონო. რა მოთხოვნით რომ გათავისუფლდნენ ბრალდებულები, მათ შორის თქვენი შვილები? რა თქმა უნდა. რატომ უნდა გათავისუფლდნენ მარტივად რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს? იმიტომ უნდა გათავისუფლდნენ რომ ეს ყველაფერი ემსახურება ვიღაცის ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ემსახურება იმას რომ ეს ბიჭები გამოეკეთეს ესე ტყილა უბრალოდ არც გამოძიება ჩატარებულა ნუ აი დაკავება ხო იყო კონვენციის მეხუთე მუხლის დარღვევა ხო და ამას ჩვენ სამართლებრივადაც ვადასტურებთ და გაგვაქვს საზღვარგარეთ ტრანსპორტში უბრალოდ მე მინდა რომ შეიგნონ ერთხელ და სამუდამოდ რომ არ გავჩერდეთ არა ეს ჩემი გაჩერების სტილი რომ სადაც უსამართლობას დავინახავ ყოველთვის იქ ვდავარ მაგრამ დღეს რა ადასტურებს იმას რომ აუხსნათ მარტივად მაყურებელს რომ რეალურად პოლიტიკური ინტერესის გამო დააკავეს ეს 6 ადამიანია ხო სულ დაკავებული თუ 7 რომ 7 ადამიანი დაკავებული პოლიტიკური ინტერესის გამო და მათ მიმართ რეალურად ბრალი არ არის საფუძვლიანი, იმიტომ რომ პროკურორ ამბობს რომ არსებობს კონკრეტული საქმე, ეს არის ჯგუფური ძალადობა, რიონ ხეობის აქციის შემდეგ ისინი დააკავეს კონკრეტული ძალადობის გამო, ძალადობის ფაქტის გამო. ბოდი შეწუთ რაღაც დაძაბულობაა, ცოტა დაგიბრუნდებით. ხაურისთვის თავრობის ახლის შესაძლებლობთან. გეკადრებათ რომ 40 წუთი 1 საათი აკეთავარ. ემაკაცი რომ შევიდე. შეიძლება? შეშფას თავისი პროცედურებია. საშტაბიურია. პასუხი აქ მაგაშენა არ არ ცხონიათ მომისტოლა კაცები შეგიძლიათ თავისუფლად ითხოვ რამდენ ხანში იქნება პასუხი ნორმალურად არ ვქონი არაფერი გამოწიერა და კარგი სიტყვა რომელი დავიშალოთ ხო? აი რომ არ მოვიდა. მე მე სახში წასასვლელი რო იქნებ.
ნორმალური გამიშენდელში და ხო პასუხს იქნება დაიღლებით და დახო შვიდობიანად გვინდა დებს სოლებს და მშობლებს შეხვედრა არ გაითვალისწინებთ ამ კაცს მე გავიხსენებ მამამისის იმასაც სიტყვებს დავით მიზვაძის სიტყვებს იცი რა გითხო წინაზე რო იყო ეს დაიწყო დაჭერილი გახსოვთ ვაჭარაში რა მოხდა ოპიკაბები რო დაგიწესო კარგად აიმახსოვრე ოღონდ სიტყვები ხო გახსოვსო გაიწერე თუ გახსოვთ არ გვინდა ესეთი სახელიო აჭარას კონდესო ეხლა რო ყველა გადახდე ჟურნალისტი ავსანდა რა გიქნა ჭერას უარესი სახელი ექნება განაწმული აჭარას 5 ივნისი დაიმახსოვრეთ კარგად უარესი სახელი ექნება აჭარას ჩვენ აქ იმედი პრობლემა არ გვინდება ჩვენ ასე გვაქვს პრობლემა მეც და შემშვიდებს და აგრამდელი ხალხი არიან აუარებელი პრობლემა გვაქვს იმიტომ რომ პირებში ცხოვრობ ყველანები ასე არ შეიძლება მაგითა მომადი ჩვენ ცხოვრობ და ჩვენ ცხოვრობ თუ არ დავაკეთებ სხვა გზა არ გვიტოვებ თქვენ არ გვიტოვებ სხვა გზა ზუსტად რომ ვიუხეშეთ და ვიცივოთ და ვიყიდოთ ვიცით რომ ვერაფერს ხალი თქვენთან ასეთ კაცებთან ვერაფერს ვერ გავხდებით თუ არ ვიყვირეთ, არ გესმით, ფეხურში არ შედის ეს. მოგვაქციეთ ყურადღება. ამას ვითხოვთ მე თარაფე. რო გითხრათ მოკლედ დაასრულეთ ამ 5 ნიში, ანუ გეგმავთ საპროტესტო აქციას. ჩვენ აქ მოვედით, შვიდობიანად, ხო ხედავთ რომ მხოლოდ ვართ ქალები. არ გვინდოდა პრობლემა. თხოვნით უნდა მიგველახა, მაგრამ ბატონმა თხოვნიკემ არინება არც მე არც არა და ფაქტია რომ არ არის ხო? მე უნდა შემიხვერის ვირებით იქნება მასშტაბურ აქციას. და დავინახოთ აბა რა მოხდება. ისევ აქ ბათუმში აჭარის მთავრობის სახლის წინ და მოთხოვნა იქნება რა? დააყენონ ისეთი მოსამართლე, რომელიც მოსამართლეა სასამართლოს გადაწყვეტს. და არა როგორც წინაზე მოხდა ისე. რაც კი განიხილვა. საკითხი რა იყო, საკუთი რა იყო, რაც კი ჩაუხედია ისე გაუშვეს ბიჭები ორთვალზე და ეს არ დაჩება ისინი თუ იქარიან. ჩვენ ამდენი ხალხი აქ ვართ და არ გავჩერდებით. თქვენ ასევე საუბრობთ დავით რიჟბაძის შესახებ. რა გითხრათ მან საერთოდ გვიწვა? ისე რა იყო, რეზო წინაზე დაჭერილი ესე თქვენ რეზო წულუგის მეუღლე ხართ ხო? მე მაყურებელს მინდა რომ გამომართო. არ გვინდა ესეთი სახელიო აჭარას კონდესო. ხო ხედავთ რა მოხდა? მანქანებიო გადაგვიწვესო ხო? ჩვენც არ გვინდა ნახე ჩვენს ქვეყანას ესეთი სახელი კონდესო. მე შვილები ვიზრდება. არ გვინდა რომ ჩემი შვილები ეს ყველაფერი დაინახო და წესიერ ქვეყანაში გაიზარდო. ეს ვის უთხრა დავით რიჟბაძემ და სად? ჩვენ მინდა შეხვედრაზე ვიქნა და უარესი სახელი ექნება. სად შეხვდით დავით რიჟბაძეს? თავარ სამართლოში. თქვენც იყავით ამ შეხვედრაზე? დიდი ხანია უკვე მას შემოგასწრო. ან როცა რეზო იყო ბრალდებული წინა საქმეზე, ხო აი ამაზეა ლაპარაკი წინა წელს. კარგით მადლობა, ეს რეზო წულუგის ერთ-ერთი ბრალდებულის მეუღლეა. მოგვიწოდა ჩვენ დავითა რომ შვიდობიანი აქციები გაგვემართლა და ესე ჩვენ შვიდობიანად რომ მოვალა. როგორც ზაღლები ისე გაგვიშობენ სახში. შვიდობა უკვე ლოგიკურია რომ ვეღარ იქნება, აღარ კი არა, ვეღარ იქნება შვიდობა. მადლობა. ეს არის ნარუდი ესამიძე, ბრალდებული რეზო წულუგის ძოლი და დაპირისპირება გრძელდება წულუკიძეების ოჯახის წევრებსა და პოლიციელებს შორის. თუ არა დაგვერი გაასაჩინე. არის ზემო ორგანოებში გაასაჩინე. და რა უნდა გაასაჩინო? პოლიციასთან გაახანა პრეტენზია გაგზავნა. არ ვიცი ვინაზეა. არ ვიცი ვინაზეა. მიმართული გაივლოდეთ პასუხს გამცემენ. გამოვლებდა გამცემენ. როდის?
რა თვალები? რა გინდა ჩემ თვალებს? ჩემ თვალებს რა არ მომწონს ჩემ თვალებს? ჩემ თვალებს არანაირი აბა რაზე გახარ თუ სულია რა გინდა რაგიდა რომ გახარ პასუხობერთა ადამიანს და უყვირი რაცი ვათხელა შევადი პოლემიკაში გაჩვენე იდეა არა ჩემგან პოლემიკაში მე მეკითხებით და პასუხს მეკითხებით. აბა ვის ეკითხებით? ვისაც გინდა მიმართეთ. შიტრომეს პასუხს დააპირეთ, იმიტომ ადვოკატმა ხონა რომ დაუძახები გარკვეულ. იმიტომ რომ ვერ შეხმართ. ება ყოფილობით გამოხდეს ეს იძულებით არ მოხდეს. შეურაცხყოფადაც კი არ ვგებულობ ეხლა მე თქვენ სიტყვებს და სერიოზულადაც კი რომ შენი უსუსური პოზიცია ჩვენი უსუსური პოზიცია არის ეს არ შეინახავ ჩემი შეინახავ კი ბატონო გიხარდა ჩემი ზარაფეს ნიშნავს თქვენი სიტყვები მოლა ხადა მაგით ვარ ეს მოვარაცხობაზე არ ვიღებ ძიბაში ყველას თვალში და დავარ და დაიდება რა და ყველას ადამიანი რო იქნება ხანი მოვალეობა ამდენი პოლემიკაში შემოხვიდე და ამდენი დაბარობა რა გასული გავჩუნდა როცა მეკითხები კაცო ეხა მელაპარაკი კაცი გათა შეესვარდა არავინ არ ლაპარაკობს მე მელაპარაკები და გასულა პასუხი არ გაეცა პასუხი შეგაცნო აი სულ და პასუხი გვაინტერესებს იმადი პასუხი არ გეტყვია. თქვენი პასუხი არ გვაინტერესებს. გვაინტერესებს ადამიანობა. გელაპარაკებით რომ ისეთ თქვენ არ მოსვათ პროშექტს. ისთანაც მოვედით იმ მაგალითს პასუხი. თქვენ მიმართეთ უკვე ამ შეხვედრისთვის სამთავრობო დაცვას ან მთავრობას ან განცხადებით ან ზეპირად. მიმართეთ. ხალხი სოფლიდან ჩამოვიდა, ქალები, ბავშვები. მესმის რო პროცედურები, მაგრამ ამ ხალხს არც არია მაგისთვის. მაგიტომ მოვედი თუ რას ვითხოვთ? 5 წუთი შეხვედრას. მაგას არ იმსახურებს ამდენი ადამიანი. რა დრო გავიდა მას შემდეგ რაც მიმართეთ რომ აქვე 1 საათზე მეტია უკვე და ველოდები. ჯერებიან მალე და ეს მალე აღარ გავიდა. მივდივარ ხელს გვაწევდნენ ფეხებზე კიდიათ. ხალხი ფეხებზე კიდიათ. მთავრობის აპარატიდან გამოვიდა ვინმე? არავინ აბსოლუტურად და კიდე ერთხელ არჩევნები ხომ მოდის. რიჟვაძე და ბოლხვაძე რო გამოაგდეს სოფლებიდან. ეხლა ჩვენ ქალები საერთოდ არ აუშვებთ სოფლებში. თუ მაგათ ხალხი ფეხებზე კიდიათ, მაშინ არ არიან იმის ღირსები რომ სოფელში წავიდეთ. როდის მისაღებია შევხვდით აპარატის სხვა წარმომადგენელი და არა კი, თუ აქ არ არის, თუ აქ არ არის, მაშინ შევხვდეს სხვა, მაგრამ ვიღაცა შევხვდეს. ვინმე მთავრობის აპარატზე მაგრამ ჩვენ აღარ გვაქვს მთავრობის იმედი აღარ გვაქვს. გვაქვს მარტო ხალხის იმედი, რომ 5-ში გვერდში დაგვიდგებიან აქციაზე. და პოლიციელებს რატომ უპირისპირდებით? ან რა არის? რატო ნორმალურად პასუხს არ ცემენ, ირონიულად გარან იცინიან,
მასხრად იგდებენ ამდენ ხალხს. ამათვის ეს არის სასაცილო. რა არის სასაცილო? 7 უდანაშაულო ბიჭი რო დაიკავეს, ეს ბავშვები რო ობლდებიან, ეს სასაცილოა თქვენთვის? ჩემთვის არ არის ეგ პირადად სასაცილო. აი ამისთვის სასაცილოა, იმ ვაჟბატონისთვის სასაცილოა, ეს ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახები. ესე უპატრონოდ რო დარჩენ, ეგ სასაცილოა? თუ ეგ თავრობის პრობლემა არ არის. ამათ რო კითხო არ არის. აქ დგანან, იცინიან. მოიყვანეს აქ ორჯერ მეტი პოლიციელი ვიდრე ქალი და ბავშვია. ამ ბავშვს ეს პოლიციელი სჭირდება? უსაფრთხოებას ვიცავთო, მე რო აქ შევიდე. ვის რა უნდა დავმართო? ამ ბავშვმა ვის რა უნდა დამართოს? ვის განიცავენ, ან ვის იცავენ? და თორნიკო რიჟვაძე თუ გიგეთყვით იმას რომ ის ვერ ჩაერევა ამ ყველაფერში, იმიტომ რომ სასამართლოშია საქმე და სასამართლოში არ უნდა ჩაერევა. ეს ბიჭები არიან დაკავებულები, რადგან დაუპირისპირდნენ ამ თავრობას და ამ ხელისუფლებას. ამხილეს ეს ხელისუფლება, იმიტომ რომ უნდათ რომ ზონდერება დაეყვანათ, უარი თქვეს ამაზე, ამხილეს და ამის გამო გადაეკიდა ეს მთავრობა ამ ბიჭებს. და ვის უნდა მოთხოვოთ მაშინ პასუხი? თუ არა ამათ. ანუ ფიქრობთ რომ პოლიტიკური мотиваცია ამ საქმეში და რეალურად შეუძლიათ გადაწყვეტილების შეცვლა პოლიტიკოსებს. ეს იყო მოწყობილი პროვოკაცია, მეც იქ ვიყავი, შევესწარი ყველაფერს და იყო მოწყობილი პროვოკაცია. იქ იყავით, ანუ რიონის ხეობაში იყავით ამ საპროტესტო აქციაზე? კი. ამ ძალადობის რა იყო ეს ინციდენტი, თქვენ რას ამბობთ? ისინი მოვიდნენ ჯერ პირველი ინციდენტი როდესაც იყო, იქ თვითონ რიონის მცველებმა გაარიდეს იქაურობას ის 3 ადამიანი და რეალურად 3 კი არა მეტნი იყვნენ. უბრალოდ ეგენი ამბობენ რომ 3 იყვნენ რომ გამოიყვანონ. ეს საუბარია უძლიერესი კაცების ასოციაციაზე, ხო და მათ პრეზიდენტზე და წევრებზე. კი, უძლიერესი მამაკაცების ფედერაცია ქუთაისში. მათი პრეზიდენტი ავთანდილ ახვლედიანი, ისინი რომ ნახოთ, არ ვიცი მათი სურათები თუა გამოქვეყნებული, ერთ კისერი აქვს მარტო ჩემხელა. და ამტკიცებს რომ თურმე ამ 7 ბიჭმა ცემეს ჯერ 3 ვართო. მე თქვენს 5 ვიყავითო, 2 ისე მოწმე. ზოგი უშიშროებაში მუშაობს, ზოგი დაცვაში მუშაობს. ესენი თავრობის მოგზავნილი ხალხი იყვნენ. და რა იყო ინციდენტი თქვენი თქმით, ანუ რა სახის ინციდენტი იყო? რა იყო, მოვიდნენ, დაიწყეს პროვოკაცია, შეურაცხყოფას აყენებდნენ ბიჭებს, შემდეგ მეც ხელი მკრეს და ამის გამო მოხდა იქ კონფლიქტი. არანაირი ჯგუფური ძალადობა იქ არ ყოფილა. ან თქვენს გამო დაიწყო კონფლიქტი? კი. ან რა სახის შეურაცხყოფა მოგაყენეს პოლიციელებმა, რა გითხრათ? პოლიციელებმა? პოლიციელებმა თქვა ამ ბიჭებმა, ვინც ავთანდილ ახვლედიანი. ხო. ფიზიკური და სიტყვიერი, ჯერ სიტყვიერი. ან რა ფორმით იყო ეს შეურაცხყოფა, შეგიძლიათ გითხრათ, რას ამბობთ, შეგინება? და დაპირისპირების მიზეზი რა იყო ამ დროს? ანუ მაგისტრის იყვნენ მოგზავნილები, რომ კონფლიქტი დაიწყო. ხო, იცოდნენ არ ჩაშდნენ ბიჭები იცოდნენ. პირველად რო ცადესა ვერ წამოაგეს ბიჭები პროვოკაციაზე. მე სხვა რაღაცა ხო უნდა მოიმოქმედებინათ. როდ რა უთხრეს? რა მცდელობა იყო რომ პროვოკაცია ყოფილა? მივიდნენ თქვენს რომ თქვენო ისინი ახართ რომ მელიას რო იცავდითო, ესო სუფთა ქუთაისური პონტიაო. მაშინ მე ვთხარი რომ მე ქუთაისში დაბადებული ვარ, მე დედამ ყავს ქუთაისელი და ჩემთან არიან ეს ბიჭები. და მე ისე მოვიდნენ და მაშინ მომაყენეს შეურაცხყოფა რომ ის ბიჭები ჩარევიდნენ. რეზო მოვიდა, მიცავდა რეზო წულუკიძე და ავთანდილ ახვლედიანმა თავი მიარტყა შუბლზე. თქვენამ ავთანდილ ახვლედიანმა მოგაყენეთ შეურაცხყოფა? და ამ დროს მოხდა ეს შეხლა შემოხდა და იქ ზაბორიც ჩაინტრა ჩავარდით ტალახში და იქ ალბათ თავი მიარტყეს რაღაცას და რაღაცა ნაფხაჭნი ქონდა შუბლზე და ამტკიცებენ რომ მაგრად ცემეს. ანუ რა სახის რეაგირება უნდა მოყოლოდა ამას თქვენი აზრით დამცველების მხრიდან? ანუ არ უნდა დასჭილიყო არავინ, არაფერი არ უყურა. ჯერ აღიარეს როგორც დაზარალებულები, არ იყვნენ დაზარალებულები. ეგ პირველი შეცდომა. უბრალოდ პირველი შეცდომა ის იყო, რომ საერთოდ ეს პროვოკაცია მოაწყვეს და ეგ არ უნდა გაეკეთებინათ. მერე ის რომ გამოძიება ჯერ ყველა დაგვიბარეს, მერე არჩიეს 6 ბიჭი და ისინი დაიბარეს. ბიჭებმა მოითხოვეს რომ მაგის მოსამართლესთან ყოფილიყვნენ დაკითხვები, მაგრამ მაგაზე არანაირი რეაგირება არ მოხდა, მოვიდნენ და დააპატიმრეს. და მერე ელდარ აკაკს დააკავეს. რამოდენიმე დღის მერე, იმიტომ რომ აქციას გეგმავდა. და მერე გაახსენდათ რომ ელდარი იქ იყო, ყველა დაგვასაბუთეს. რო წამოვედით, გვიანი იყო, პოლიციამ გაგვაჩერა, ყველა დაგვასაბუთეს და გაგვიშვეს. ანუ ზეპირად იცოდნენ მაგათმა ვინ იყო და როგორ. თამაშჭელიძე ინციდენტის ადგილას არც კი ყოფილა, იმ დროს იმყოფებოდა ქუთაისში მანქანით.
ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც ახლა დაკავებულია და არის წინასწარ არც პატრონობაში. ირაკლი ჭელიძე არ ყოფილა იქ და არც გელა ჭელიძე. ისინი იყვნენ გელა ჭელიძე მოდიოდა ჰესიდან, ირაკლი ჭელიძე და თამარ ჭელიძე იყვნენ გაცილებით, იმიტომ თავს დაესხნენ ეს ბრალდები. ისინი ვინც არიან დაზარალებულები, რო ეძახიან, ეგენ თავს დაესხნენ თამარ ჭელიძეს და მაშინ ჩავედით ჩვენ. თქვენი სახელ და გვარი გითხარით? ემაკობა. ქეთევან კობაო. მადლობა. მოქალაქეები რჩებიან აჭარის მთავრობის აპარატის შენობის წინ, ისინი თხოვენ თორნიკე რიჟბაძესთან და როგორც ახლა უკვე დააკონკრეტეს მთავრობის აპარატის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას. ესენი არიან ბრალდებულების, წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარანთაძის ოჯახის წევრები და ახლობლები. ისინი თხოვენ შეხვედრას იმისთვის, რომ გაათავისუფლონ ბრალდებულები დაუყოვნებლივ და არა გირაოს წესით. აქ შეკრებილი ადამიანები თვლიან, რომ ამ საქმეში არსებობს პოლიტიკური ინტერესი და იმის გამო, რომ პოლიტიკურად არ აწყობდათ ისინი მართლ პოლიტიკურ გუნდს, ამიტომაც დააპატიმრეს. ჭელიძეები და წულუკიძეები და შემდგომ ელდარანთაძეც დააკავეს რიონის ხეობაში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ. მათ გამოძიება ედავება ჯგუფურ ძალადობას. ჩვენ შეგვიძლია დაუბრუნდეთ ბრალდებული ჭელიძეების მამას, რომელთანაც შევწყვიტეთ დიალოგი იმის გამო, რომ დაპირისპირება იყო ერთგვარად აჭარის მთავრობის შესასვლელთან, რომ განვაგრძელოთ საუბარი უკაცრავად. ანუ თქვენ რას ფიქრობთ, ანუ რის გამო არის ეს საქმე პოლიტიკური და არ არის დასაბუთებული პროკურატურის მიერ შედგენილი დადგენილება ბრალის შესახებ. ანუ პროკურატურა საუბრობს კონკრეტულ ფაქტებზე, რომ იყო დაპირისპირება და ინციდენტი ამ საპროტესტო აქციაზე ქუთაისში და ამ დაპირისპირების შემდეგ დაზარალდნენ კონკრეტული ადამიანები, მიიღეს ფიზიკური დაზიანებები და ამის შემდეგ დააკავეს 7 ადამიანი, მათ შორის თქვენი შვილები. აი უბრალოდ შენი შვილი სულ არ ყოფილა იქ. თამარ ჭელიძე სულ არ იყო იქ. თუ იჩხუბა სულ არ ყოფილა და როგორ იჩხუბე? ეხლა თუ პოლიტიკური არ არის და ეხლა ვიწრო პარტიული ვიღაცის გადაწყვეტილება არ არის, აი რატო არის ჩემი შვილი დაკავებული? და თუ ეს დასტურდება, რომ ის რეალურად იქ არ იყო, სასამართლო იმსჯელებს ამის შესახებ, ბუნებრივია ამაზე ისაუბრებენ ადვოკატები პროცესზე და თუ თქვენი შვილი არის უდანაშაულო მართლაც და იმ ადგილას არ იმყოფებოდა, მაშინ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ხო, ანუ თქვენ რატომ არენდობით ამ პროცესს? ეხლა სასამართლომ გამოცა ესეთ სიტუაცია. სასამართლომ გამოცა 3 საათზე ჩააბარეს რომ გამოცხადეთ ქუთაისში პოლიციაში დაკითხვაზე და 4 საათზე მოსამართლე დაკავების ორდერს სცემს. აი როგორ წარმოგიდგენია, რომ 3 საათზე გამოცხადდი ეს ბიჭები გადაფრინდებოდნენ იქ? აი ჩემი შვილი, როდესაც პოლიციელი ურეკავს და ეუბნება რომ გამოცხადიო, ჩემი შვილი ეუბნება რომ მე არა მაქვს საშუალება რომ ესეთ აბსურდულ თემაზე იარო აკეთიკე. არა მაქვს ამის საშუალება და თუ რამე პოლიციას აინტერესებს ჩემიო, მივალო და დავიკითხები ბათუმში სამართლოში. ხო. ნუ ყურად არიგეს და გამოგზავნეს ვითომ სპეცნაზი. ეხლა დმანისში 225-ის პირველი ნაწილიც იყო, მეორე ნაწილიც იყო, მაგრამ იქ ვერავინ ვერ დააკავეს. ანუ ჯგუფური ძალადობის მუხს ეგულისხმობთ, რომელსაც ედავებიან იგივე წულუკიძეებს და ჭელიძეებს და ელდარანთაძეს, ხო? მაგრამ იქ ვერ დააკავეს. და აქ რაღაცნაირად ეტლით მოსარგებლე ადამიანს მომერია, სპეცნაზმა ამოვიდა და მომერია. ან რას გულისხმობთ, რომ მოგერია? უბრალოდ ხელი მომკიდეს, გადმომატყიეს და 2 საათის განმავლობაში ესე იარაღი მიბჯგენილი მამყოფებთან ესე რო დაეთესეს შიშის სინდრომი. მაგრამ ანუ ეს როდის იყო თქვენი შვილების დაკავების დროს? აკვანის დროს.
ან თქვენ გაუწიეთ წინააღმდეგობა? არა, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა არ გაუწიეთ. მაგათ უნდა რომ წინააღმდეგობა ვიღაცას გაეწია. რომ მაჩალიკაშვილის სცენარი ალბათ უნდათ, რომ მაჩალიკაშვილის სცენარი განმეორებული იყო ჩემს ოჯახში. მაგრამ წინააღმდეგობას რატო გაუწევდნენ? უბრალოდ ან თქვენ მოგაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ამას ამბობ? ფიზიკური კი არა, ესე მატრიეს. ესე მატრიეს ფექსე მომკიდა, განსაკუთრებით ჰქონდა პოლიციელს და ესე გადმომატრია და 2 საათის განმავლობაში ესე იარაღის ქვეშ ვყავდი. მიმართეთ შესაბამის უწყებებს რომ გამოიძიონ, დაიწყო გამოძიება? კი. ვინ დაიწყო გამოძიება? სახელმწიფო ინსპექტორმა და ომბუდსმენის აპარატსაც მიმართა და ომბუდსმენის აპარატის ელოდება მათგან რა შედეგი დაიდება გამოძიება. მოისმინეს უკვე თქვენი ჩვენებები იგივე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა? კი, ჩვენება აღძრეს საქმე, დაიწყეს ძიება, სპეციალურად ვიყავი ქუთაისში ჩასული და მივეცი ამომწურავი ჩვენება. ოჯახის წევრებმაც მისცეს ჩვენება. კარგით, ან თქვენ აპირებთ რომ დღეიდან რჩებით აქ გაჭერისთავრობის სახლის წინ, მარტო თქვენ იქნებით, ვინც 20 საათე რეჟიმში აპირებს რომ გამოხატოს პროტესტი? მარტო მე ვიქნები, უბრალოდ იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი ელემენტარულად არ დამიტოვეთ სახში, რომ აი ზრუგზე ვინმე მომიკიდოს და უბრალოდ ელემენტარული საფეხაროში გამყვანილი ადამიანიც არ ყავს სახში. და ის გულისა, არაფრის გულისა გამოკეტეს და დამტოვეს ესე სოციალური ორი არის თქვენი შვილი ამათ შორის, ხო? ორი შვილი მყავს და ორივე დაიჭირეს. ორივე შვილი არის დაკავებული თქვენი წინასწარ პატრიოტობაში. და რჩებით საპროტესტო აქციაზე, ვიდრე არ მიიღებთ კონკრეტულ პირობას? თუ არ იქნება კონკრეტული სიტყვა, კონკრეტული ნარჩენები, ვის და რატო ემსახურება ეს დაკავა? ეს უკანონო დაკავა ვინ გადაწყვიტა? ეხლა რამე დანაშაული რომ იყოს, შევეცდებით რომ სამართლიანად ვიდაოთ, მაგრამ როდესაც ეს დანაშაულობაზე არის საუბარი, ეს უკვე ყველანაირ ჩარჩოებს არის გაცვლილი. და ეს ერთადერთი რაც შემიძლია, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვიყო და თავი ვაქცინო, რომ ეთნიკ მოსარგებლე ადამიანს წამართოს უკანონოდ 2 შვილი. რატო? იმისთვის გავზარდე, რომ წაერთმიეს და ციხეში ჩაეგდეს. მადლობა, ეს ჭელიძე იყო ბრალდებულების, ორი ბრალდებულის მამა. ის ამბობს, რომ დღეიდან რჩება აჭარისთავრობის სახლის წინ და გამართავს 20 საათიან რეჟიმში საპროტესტო აქციას და მანამდე არ დაასრულებს ამ აქციას, ვიდრე ბრალდებულებს არ გაათავისუფლებენ. მადლობა. აჭარისთავრობის სახლის წინ ისევ არიან შეკრებილი ადამიანები, ბრალდებულების, ჭელიძეების, ულუკიძეების და ელდარანთაძის ოჯახის წევრები. ისინი თხოვენ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას. 1 საათზე მეტია ისინი უკვე აქ არიან და უცნობია შეხვდება თუ არა მათ ვინმე აჭარის მთავრობაში, მაგრამ ამბობენ აქციის მონაწილეები, ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე არ გაიმართება შეხვედრა და თუ კი ვერ შედგება შეხვედრა, ამის შემდეგ ისინი მოიფიქრებენ პროტესტის რა ფორმას მიმართავენ. საუბარია ბრალდებულებზე, წულუკიძეებზე, ჭელიძეებზე და ელდარანთაძეზე. სულ 7 ბრალდებულია, რომელიც დააკავეს რიონის ხეობაში გამართული ერთ-ერთი საპროტესტო აქციის შემდეგ აპრილში. მათ ედავება გამოძიება ჯგუფურ ძალადობას და ისინი არიან უკვე წინასწარ პატიმრობაში. ადვოკატები საუბრობენ რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე ამ საქმეზე და თვლიან, რომ ეს საქმე პოლიტიკურია და პოლიტიკური ინტერესი არსებობს. რადგანაც მაგალითად პროკურატურიდან საქმის მასალების შესრულიდან 21 საათში განიხილა საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ და რეალურად პრაქტიკულად მას არ ჰქონდა დრო რომ გასწრებოდა საქმის მასალებს. ისე შეუფარდა აკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ზომა მოსამართლემ ბრალდებულებს.
ასევე ადვოკატი ირაკლი შავაძე მაგალითად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჯგუფური ძალადობის მეორე ნაწილი დედავება გამოძიება ბრალდებულების დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობას კონკრეტულად და ამავდროულად ამ დანაშაულის პირველი მუხლით, ან დანაშაულის მოწყობის ორგანიზების კუთხით გამოძიება დაწყებული არ არის. ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები დარჩენილ ჩვენს არხებზე ბათუმელები G-დან ედგაზეთი G რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია ჩვენ აუცილებლად მოგეწვით ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა მოხდება აქ აჭარის მთავრობის ახლის წინ შედგება თუ არა შეხვედრა თორნიკე რიჟვაძესთან ან მთავრობის აპარატის სხვა წარმომადგენელთან და როგორ განვითარდება ეს მოვლენები. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, მე ჟურნალისტი ჯაბანენიძე ვარ, ეს ბათუმელების ლაივი იყო. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.